ღამე მშვიდობის ღამეა უკვე. მოკლედ მანამდე რაღაცნაირად ვერ მოვდივარ ხოლმე, არ გამომდის. ჩავწიო ეს ცოტა. აი. მე მგონი ისე ძალიან არის ეს. ხო, ეს რაღაცა ისეთ ვიდეოებს უყურებ ხოლმე. სხვათა შორის ამ ბოლო ხანებში აი 2-3 ქართველ ბლოგერს გადავავლებ ხოლმე თვალს, აი როცა მიგდებს რა. და ისიც იცით როგორ, აი თუ საინტერესო სათაური აქვს და რაღაცა ისეთი თემა თორე არც მე მაქვს ხოლმე მეგობრებო ყოველდღე რაღაცა ისინი სასწაულები და არ ხდება რაღაცა ყოველდღე არ ხდება, არავისთან არ ხდება. ნუ შეიძლება ვიღაცასთან ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან და კიდე ვიცი ბევრთან წარამარა სიახლეები და ახალ-ახალი ამბები არ არის, ხო? ნუ ეს ახლა დრო რო მას ქნა შევავსო ხოლმე ვიდეოს ამბავში, ხან რას გიყვებით ხოლმე, ხან ადრინდელ ამბავს, ხან ჩემ აზრებს გიზიარებთ. ხო, ნუ ახლა არ ვაკონკრეტებ ხოლმე ზოგადად რო აი ვთქვათ გინდა თუ არა, ანუ თავზე არავის არაფერს არ ვახო, მაგრამ არ ვაკონკრეტებ ხოლმე, რომ აი ეს ჩემი აზრია. ეს მე მგონი ისედაც გასაგებია. მაგრამ შეიძლება ახლა ყველასთვის არ იყოს გასაგები და ამიტომ უნდა ცოტა წინა სიტყვაობასავით თუ დისკლეიმერი გავაკეთო ხოლმე. მოკლედ, ხო. რაც შეეხება ეს უცნაურ კომენტარებს, ზოგზე მეცინება ხოლმე. ზოგს ახლა არ მიყვარს სიტყვა დაცინვა, ზოგადად მე არა ვარ ის ტიპი, რომელიც ვინმეს დასცინის. მე ჩემთვის უცხოა ეს ისა. მაგრამ აი ჯინაზე უფრო, აი ჯინაზე რო დასცინი, თორე ემოციურად არ ვიცი ეს რა გრძნობაა. ხო, ანუ ხო ვიცი რომ ანუ რის მერე დასცინიან ხოლმე რა, როგორც წესი, მაგრამ მე ეს ემოციურად რო არა მაქვს, ანუ არ მომყვაბუნებით დაცინვის მომენტი, ხო? შესაბამისად უბრალოდ სიტყვიერად, ანუ როგორ ვთქვათ, თეორიული ცოდნით ვახორციელებ ხოლმე, ასე ვთქვათ, პასუხის გაცემაში. ხო, რაც შეეხება ნუ არის იქ რაღაცა ხო გუშინ იყო ესეთი კომენტარი, სხვათა შორის მინდოდა უბრალოდ წამეშალა და მე მგონი მივაბლოკე, არ ვიცი. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ უკვე ისე მაშვები ხოლმე. ხო და თუ დაბლოკილია, არ ვიცი, ბლოკის მოხსნაც არ ვიცი, ნუ მოკლედ არ ვიცი. იყო ესეთი კომენტარი, ანუ ზოგიო ღირსიაო და ესეთი რაღაცა რა, ახლა რაიმე მეგობრებო, ჩვენ ნებისმიერი ადამიანი არ ვართ ღმერთები და ჩვენ არ გვაქვს უფლება გადაუწყვეტოთ. ახლა აფექტის მდგომარეობაში თქვენ კი არა შეიძლება მე ახლა ჩემ შულს ცუდად რო ვინმე შეეხოს იმ მომენტში, ანუ რო საღგონებაზე რო არ ხარ და საღად არ აზროვნებ, ხო, შეიძლება 1000 სისულელე ჩაიდინო, ხო? რომელიც მერე სიბერემდე თუ სიკვდილამდე თუ როგორც იქნება, სანანებლად გაგიხდება, ხო? მაგრამ ზოგადად ესე ფიქრითაც კი ცოდვაა ის, რომ გაიფიქრო ვიღაცის ცუდი ამბავი, ანუ სიტყვიერად შეიძლება კი თქვა, მაგრამ ძალიან ცუდი რამეა რა, მოკლედ ახლა თუ თქვა ახლა გასაბრაზებლად ეტყვი ადამიანს, რომ აი ისა შენ ღირსი ხარ ესე ისე ან რაღაცა ხო, კიდე უფრო ეს გავს, ნუ როცა აი ადამიანი გაბრაზებულია და ჩხუბობს, მაგრამ როცა დაწყნარებული ადამიანი ესე აზროვნებს, ფიქრობ არ არის ნორმალური და საერთოდ ესეთი აზრის გავლებაც კი ძალიან დიდი ცოდვაა და თუ რაღაცა ახლა აი მაგალითად რა შემთხვევაში გამიჩნდებოდა მე პირადად ცუდი დამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა სქეს, მე სექსისტი არა ვარ, კაცი, ქალი და რაღაცა ესეთი, ანუ ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, ხო?
რომელიც პატარა ბავშვზე იძალადებს ან რაღაცა სხვა მოიმოქმედებს ან სიცოცხლეს წაართმევს რაღაცა აი ამდაგვარი ხო? აი მაშინ მიჩნდება აი საშინელი ისეთი ფიქრები და აი მართლა რომ გაწეწავ ხო ადამიანს რაღაც იმ მომენტში, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ადამიანებს მაგის უფლება და იმ ფიქრისთვისაც პატიება უნდა ვთხოვოთ ღმერთს და უნდა მივანდოთ ჯერ ერთი ღმერთს და მერე არსებობს ხო კანონი და უნდა დააკავონ ესეთი და დასაჯონ სათანადოდ. მე ვიცი ძალიან ბევრი დაუშლილიც დადის, მაგრამ ჩემი აზრით დაუშლილი მაინც არავინ არ დარჩება, ყველას აი მაღლა. ეს კანონზომიერება და ეს ბუმერანგი ხშირად რო ახსენებ და ბევრს სიცილად არ ყოფნის, ნუ ბუმერანგი, ნუ ახლა ანუ ბუმერანგი, იმიტომ რომ ახლა ბრუნდება რა, თორე რასაც დათესავ, იმას მოემკი, რასაც გასცემ, ნუ მოკლედ. ადამიანი თუ ცუც ჩადიხარ, ცუც ელოდე, კარგს ჩადიხარ, კარგს ელოდე. ხო და ის ასე ვთქვათ, კანონზომიერების ისრები გამზადებულია არსად არ წასულა და ძალიან მალე მოძებნის თავის პატრონებს, ანუ ამ პატრონთა შორის, ანუ შეიძლება მეც აღმოჩნდე, გააჩნია ვის რამხელა ის არის მოხდება. ზოგს დიდი, ზოგს პატარა. ნუ ესეა საერთოდ. ცოდვა არ დაიმალება, არ დაიფარება. ვერავინ ვერ დამალავს და ვერ დაფარავს. ნუ ესეა მოწყობილი სამყარო. აი, ხო არის უხილავი ტალღები, მოდით აი ესე არ გიხსნით. ვისაც არ ესმის, რა თქმა უნდა, ეხლა ვისაც ესმის, ალბათ ფიქრობს, ეხლა მადლენა აჭკუას გვასწავლის. არავით არ შემთხვევაში ღმერთმა დამიფაროს, მე არასოდეს არც მიყვარს. ეხლა ბავშვს შეიძლება აუხსნა, თქვა, როცა არ იცის. მაგრამ ეხლა ზრდასრული ადამიანს ვფიქრობ, ნუ მე ესე მგონია, რომ იციან რა უმეტესობამ და ვინც ეხლა ცოტა ისეთი მიყურებს, შეიძლება მე დიდი სამაქვს, ასე ვთქვათ, ეჭვები ცუდი სიტყვა, რომ ბავშვებიც მიყურებენ და ასე რომ მათთვის ვიტყვი ამას, რომ არსებობს ესეთი უხილავი ტალღები. ანუ რა შედის ამ უხილავ ტალღებში? აი როგორც მობილური კავშირი, ხო? ეხლა მობილურს ვთქვათ, ბატარეა თუ ეგრეთ წოდებულ აკუმულატორს დატენი, გაქვს ესე პორტატულად, ანუ ცალკე, არაფერში შეერთებული არ გაქვს და ეს ანძები ხო არის გამორგებული სადღაცას იქით აქეთ, ხო? კავშირი როგორ მყარდება თუ არა უხილავი ტალღებით, ხო ესეა? ხო და ამ ეხლა მობილურის ტალღების გარდა იცით რამდენი ტალღები არსებობს? ეს რო თვალით ასე ვთქვათ შეიძლებაოდეს ამისი ნახვა, ალბათ ადამიანს კლაუსტროფობია დაემართებოდა, იმიტომ რომ იმდენია, რომ აი გახლართულ გამოხლართული და ასევე ადამიანსაც აქვს მეგობრებო ესეთი ტალღები. ანუ იმ ემოციებს აქვს თავისი ვიბრაციები, იმ ფიქრებს, ყველაფერს აქვს ეს ტალღები. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ადამიანი როდესაც სულ ხასიათზეა და რაღაცა ისეთ ხასიათზეა, ხო, თავისთავად ეს ვიბრაციები მიდის, ხო და ამიტომ არის რა მოკლედ ესეა რა მოწყობილი სამყარო და იმიტომ არის რომ ეს ასე ვთქვათ სისტემა გებულობს, ასე ვთქვათ ნებისმიერი ადამიანის ემოციას, იმას ემოციით მოტყუება, ეხლა თუ ვინმე შეუძლია ესე პროფესიონალურად რაღაცა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ სადაც მაინც გამოეპარება. ხო, და ასე რომ არც ურჩევ, იმიტომ რომ ათმაგად დაბრუნდება, თუ რაღაცა ესეთი გაიპარა, ანუ ცადა რა, ადამიანმა თავის ჭკუით რაღაცა გაცურება რა, იმ ვიბრაციების შეიძლება უარესად დაარტყას რა სამყარომ. ალბათ ეხლა ვიღაცა ფიქრობს ნეტა რეებზე ლაპარაკობს. რეებზე და ეს არის, ანუ ცოცხალ ორგანიზმებს, ადამიანებს, დაჟე მცენარეებს აქვს ეს გამოსხივება თუ როგორ ვთქვათ რა, ეს ტალღები რა, რომელიც არის რაღაც ესე ახლა მე მეცნიერი არა ვარ და იმაზე როგორც მე მესმის, ანუ იმ დონეზე, ისე გიხსნით. და ანუ ეს ვიბრაციები ამ ტალღების რაღაცა დონეზე ადის და ანუ იმ თავარი რაც არის მე მეგობრებთან ჩემ რატო დამავიწყდა იმის გათიშვა Wi-Fi-ის
მთავარი იმას უკავშირდება და ანუ სისტემა ესეა რა სამყარო ეს მოწყობილი და ნუ ესეა რა ეს ველები, მთავარი ველები რომელიც განაგებს ჩვენს ცხოვრებას. კარგად ხარ განწყობილი, კარგი ცხოვრება გელოდება, რაც უფრო მეტად პოზიტიურად იფიქრებ, უკეთესი ცხოვრება გელოდება წინ და რა ხან მე ისეთი თაობის ადამიანი ვარ, რომელსაც მილიონ 300 რო იტყვიან სტერეოტიპები და ჩარჩოები და რა ვიცი რაღაცა უჟმური რაღაცების გავლენის ქვეშ ვიყავით ჩვენი თაობა მოქცეული. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ეს ყველაფერი ჩამოიფერთხო და რაღაც ახლებურად მიხვიდე ამ ყველაფერთან და რაღაცა ახალი დაიწყო. მაგრამ რას ვიზამთ მუშაობა საკუთარ თავზე ძალიან კაი რაღაცაა. ხო, სახალისოც არის ამოკლედ. ხო, რა უნდა მეთქვა? რიჩხარ დაშორეს ძალიან. ხო, გუშინ ვიდეო გადავიღე თუ არა. ეგრევე, ანუ დავამთავრე თუ არა გადაღება და უკვე დავიწყე რა, მოკლედ ეს რენდერი მთელი ამბები და ჩამირიცხა დედამ ეს ინტერნეტის თანხა და ისე გამიხარდა. ხო, თან გამიკვირდა. აქედანაც მადლობა დედას, ვიცი. ეხლა ხანდახან უყურებს ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, დღეს არ ამგონია. დღეს არის ნინოს ჩემი და იკოს უფროსი ბიჭის დაბადების დღე. სამწუხაროდ მე ვერსად ვერ წავედი. ხო და აქედან მიულოცა იოანეს. დიდი ბიჭი გაიზარდე, ბედნიერი და ჯანმრთელი. მოკლედ უკვე ალბათ ეხლა ისეთით რომ ალბათ ეხლა წამოვიდოდა დედა იქიდან. ხო და ანუ ჩემი დიშვილის ესა დაბიდობია დღეს. ხო, მახსოვს ყველა ერთად როგორ ვიყავით ეს ჩაჩავას კლინიკის ეზოში რომ შევიკრიბეთ და რომ გულშემატკივრობდით ნინოს. კაი დრო იყო და დაიბადა პატარა იოანე. ხო, და მოკლედ აი გულით მინდა რომ იქ ყოფილიყავი ყველაფერი, მაგრამ აი ესეთი უაზრო ის ამაკ პერიოდი რა, მოკლედ რამდენი მოკლედ თქვი კიდე. მინდა რომ დროზე დამთავრდეს ეს რო იტყვენ რაღაცა შავი ხაზიო თუ ჩორნე პალასა. სიმართლე გითხრათ, არანაირი ჩორნე პალასაც არ არსებობს, უბრალოდ ადამიანი თვითონ იქმნის ამ ყველაფერს. ახლა ჯანმრთელობასაც შეეხება, ამაზე ხუმრობა მართლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ზოგიერთი ისეთ კომენტარს წერს ხოლმე, არ უკვირდება და მე შეიძლება შემოუბრუნდეს და თვითონ აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში და მე სადანებლად გაუხდეს საქმე. ამიტომ როცა ჯანმრთელობას ეხება, აი მან ძალიან გთხოვთ ყველას აბსოლუტურად. მე ხა ვიცი, მე უმრავლესობა კარგი ადამიანები მიყურებს, მაგრამ ვინც ესეთი ჩასაფრებული მიყურებს, აი თქვენ გეუბნებით რომ არასოდეს ჯანმრთელობის თემაზე არ იღლიცინოთ და რაღაცა ესეთები არ თქვათ, რაც არ გესმით და არ იცით ჯობია გაჩუნდეთ, თორე მე ცხვირ წინ რო დაგიხვდებათ ის პრობლემა უკვე გვიანი იქნება, მოკლედ. ხო და ეხლა ყველა ჯერეთი მე არ ვინახია რომ რომელიმე ბლოგერი ეხლა ყვიროდეს თავის ჯანმრთელობის შესახებ. ეხლა მე როცა გაციებული ყოფილვარ და რაღაცა ვამბობ ხოლმე, ეხლა წელის პრობლემებიც რომ აქვს ვამბობ და ესეთი რაღაც, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ეხლა არ ამბობს ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის, იმიტომ რომ მე ამ ბოლო ხანებში არც მინდა ნეგატიური რაღაცა თემების გამწვევა, თუმცა ხანდახან მაინც გამომეპარება ხოლმე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მე თვითონ არ მსიამოვნებს, მინდა რომ პოზიტიურზე ვისაუბრო, რომ მე თვითონ ჩემი თავით ვთავაგონო, რომ უკეთესად და უკეთესად ვიხსნო თავი, ხო, რატო უნდა კიდე ვიდეოებით ჯერ პირველ რიგში მე ჩემი თავით ეგრეთ წოდებული დავიგრუზო და მე თქვენც დავგრუზოთ, ხო? ასე რომ ესე მირჩევნია. ხო. დავხედო ერთი გრეჩ ხარ გაიქცეს ციციბურა.
ნუ ეს ხვალის წიწიბურა მომხარში ახლა გამოვიდა ნახევარი ქვაბი. ანუ დიდი ქვაბი რომ აქ ერთი დიდი ქვაბი მაქვს და ეგ გამოვიდა ნახევარი შეიძლება ცოტა მეტი. შეფუთვები როა ნახევარს ვაკეთებ და მასე გამოდის და სულთლიანად ერთხელ ჩავყარე და მთელი ქვაბი გაივსო. ბავშვობაში რა გორ მიყვარდა წიწიბურა. ეხლა იმდენად ისეთ სიყვარული აღარა მაქვს, აი ჩვეულებრივად იმაშვები. ადრე აი მართლა ძალიან როცა არ იყო ხოლმე მინდებოდა რაღაცა ეს წიწიბურა ბაღში ხშირად იყო ხოლმე ბაღში გვაჭმევდნენ წიწიბურას. მე მამას მოქონდა ხოლმე სამხედრო ნაწილში, ანუ ეგრეთ წოდებულ კგბ-ს ნაწილში მუშაობდა იქ თანამშრომლებს რა ბევრი ისინი ჰქონდათ რა ესე ვთქვათ რაღაცა პრივილეგიები რაღაცები და იქიდან რაღაცები მოქონდა ხოლმე რა მოკლედ. ხო და მათ შორის წიწიბურაც და ჩემი ბავშვობაში აი ბანანები რო ისეთი ის იყო დეფიციტში მთელი დიდი ტოტები მოქონდა ხოლმე. ეხლა ვინც სოხუმში ცხოვრობდა, იმათვის არ იყო ეს პრობლემა. მე მახსოვს ჩვენ კარის, ანუ გვერდზე მეზობლად ცხოვრობდა მგონი ნაქერავები მქონდა იმ გოგოს, სტუდენტი იყო სოხუმიდან და მახსოვს ჩამოიტანა ბანანი და პირველად მაშინ გავსინჯე ბანანი და ისე მეუცხოვა, მეთქი ეს რა არის? ეხლა ფილმებში კი ვუყურებდი ხოლმე და სულ ინტერესი მქონდა და ძალიან მაინტერესებდა რანაირი გემო ჰქონდა. ხო და ბავშვობაში მახსოვს რომ მოგცა, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა დავჭერით, ეხლა იმდენი არ იყო რომ ყველასთვის ათითაო და რაღაცა და აი ეს გემო რაღაცა იმდენად უცხო იყო ჩემთვის, რომ ჯერ ვერ აღვიქვი რა იყო. ეხლა ანუ არც ვიცოდი ხილი იყო მოსწონილი და მოკლედ ესეთი რბილი ტექსტურა რო ქონდა. ეხლა ჩვენ ვიცოდით ბავშვობაში ატამი, ვაშლი, მსხალი და ესეთი რაღაცები და ეგზოტიკური არაფერი ისეთი არ იყო. ხო, ანანასი თითქოს მახსოვს. სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ძალიან ხშირად იყიდებოდა ჩვეულებრივ მაღაზიებში კრევეტები. და ძალიან იაფი ძღირდა და ეხლა რატო გახდა დეფიციტი არ ვიცი. მახსოვს და ყიდულობდა ხოლმე და აკეთებდა კრევეტებს. კიდე რა იყო ისეთი, იყო ბევრი კაი რაღაცები იყო, თან მაშინ უფრო ნატურალური იყო. ეხლა არ ვიცი. ყველაფერში ის არის გატენილი რაღაცა დანამატები, გემოს გამაძლიერებლები, ნახევარი ისა მენდელეევის ისინია რა ტაბლიცა ყველაფერში გინდა ტკბილეული, აი ხო მართლა სწორკვებასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან ესეთი გონივრული გადაწყვეტილება მივიღე. კვირაში ერთხელ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ასე ვთქვათ, ცოტათი წავახალისო ხოლმე თავი და ანუ ცოტა ესეთი აკრძალული პროდუქტების იმასაც ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ მივიღო. იმიტომ რომ არ მინდა რომ იყოს სტრესი. ანუ ხდებით, მინდა რომ თუ ჯანმრთელია კვება და ჯანსაღია, უნდა იყოს ყველანაირად, ანუ ფსიქოლოგიურადაც ჯანსაღი უნდა იყოს და არა მარტო ხოლო სხეული და სხეული რა, ხო, ფსიქიკაც სხეულის შემადგენელია, ხო, თავისთავად და ანუ საჭიროა რომ იყოს მთლიანად ჯანსაღად და არ უნდა გქონდეს ძალიან დიდი შეზღუდვები. მოკლედ, როცა რაღაცას ვთქვათ იკლებ, სადღაცა საკუთარ თავს პეტრე საჩუქარიც უნდა გაუკეთო ხოლმე და წაახალისო. მოღონდ ისე არა რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდე. ხო, ნუ ეს ჩემ თავს მე მგონი. ხო, ესეთი ამბები, მოკლედ ეს დავამთავრე რა, როგორც იქნა. დავამთავრე რა, ეხლა ისინი პატარ-პატარა ისინი აქ ეხლა დეტალები გასაკეთებელი. ანუ აი მაგალითად ამოსახვევია ძაფები რო ჩანს და რაღაცა ეს არის ესეთი ანუ მოკლე ესეთი ნაკსოვია ნახეთ სინავს ჭვინავს ისე ამაზე რაღაცა კოსმოსური ეს არის კოსმოს მაგონებს. ხო ეს ხაზები არ ვიცი რატო გავუკეთე ფასონად. სხვათა შორის თავისივე ძაფია. რაღაცა ადრე დავარღვიე და იმას ქონდა, ანუ ეს თეთრი ძაფიც ესეთივე იმიდან არის რა.
ნახეთ როგორია თუ გამოჩნდა, არ ვიცი, ბზინავს ესეც და ეს არ ვიცი ბზინავს. ჩანს თუ არა ბზინავს. მოკლედ ესეც ბზინავს რა, აქვს ისინი აქვს. რაღაცა დატანებული აქვს რა ბზინავი. ხო, ну ერთი იმისია რა, ერთი ნამუშევრის როგორ ქვია. რო დავარქვი. და ესეთი რაღაცა მოვიქსოვე. ხო, ახლა ამისთვის უნდა დავიკლო კარგად წონაში, რომ ეს იქნება, ანუ წელამდე შეიძლება თხელი რაღაცა ჩინგა ჩაიცვას ადამიანმა. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ძალიან მოტკბեցილი არ უნდა იყოს, უნდა იყოს აი ცოტათი ისე ხდებით, ასე იგი რა დონეზე უნდა გავხდე. და ძალიან ლამაზი იქნება, მე ესე ვფიქრობ. ჭკვიანა მზინავი. ხო, ну, ესეთი ხო, პრინციპში ქვია ასეთ იმას მომდენი ტოპი. ეხლა მე მაგალითად აი აქამდე ეს ახლა ის შარველი მოწია. აი აქამდე ესე კარგად, ანუ ესე წუდება. ასე რომ თლად ტოპიც არ არის, ოდნავ გრძელია. ხო, ეს დავამთავრე, ახლა მეორეზე გადავალ. კარგით, მეგობრებო, დამიჯდება ახლა ძლივს წავარდვი სოსოს მობილური. ხო, სოსოზე რომ მეუბნებით გამოჩდიო, რა ვიცი მე. გინდა გამოჩენა? ეს არის მეგობრებო. რაღაცა თავისებური ის აქვს ხასიათი. ну, გადატეხის ასაკიც აქვს. ხან არის ხასიათზე, უნდა ხოლმე და თვითონ მოდის ხოლმე და ლაპარაკობს ხანდახან. ხო, ეს არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა. მოკლედ მოვაშორე, მოვაცალე ის კაის ხელი იყო და არ მომწონდა. და ეხლა მოყავდა კარი და მოკლედ თხელი რაღაცა ტყავი მინდა. ეხლა ხელოვნური ტყავი დავაკრა აქ და всё იქნება დასრულებული რა ფაქტიურად. ანუ ეს ჩემი გულშაბნივი. სხვადასხვა საკმაოდ ეფექტური. არ ვიცი, ჩანთაზე გავუკეთებ, შარფზე გავუკეთებ, რაღაცაზე გავუკეთებ. იდეები არის, ხო. ხო, ესეთი ამბები. კარგით, აბა ხვალამდე და მოკლედ იმედია რამე კარგი და საინტერესო მოხდება, რომ უფრო მოსაწყენი რო არ იყოს რა ვიდეოები. კარგით, მეგობრებო, ხვალამდე აბა და ვეცდები უფრო დილას მოვიდე, უფრო საინტერესოა ხოლმე დილას ვლოგი, გარეთაც გავიხედები ხოლმე რაღაცა იქით ხალხს გავხედავ, გამოხედავ. კარგით, გაკოცეთ და ხვალამდე აბა.